მინდა შევეხოთ სულ ცოტა ხნით. ქალწულება უფრო დიდია თუ ქორწინება? ქორწინება უფრო დიდია თუ ქალწულება? ხო, პავლე მოციქული ასე ახალი აღთქმა ასე გვეუბნება, რომ ერთიც კარგია და მეორეც. მაგრამ პავლე ამბობს, რომ ღმერთის მსახურებისთვის უმჯობესია, რომ იყო ქალწული. იმიტომ რომ შენ როცა ოჯახი ყავს, მეუღლე ყავს, მეუღლესთვის ფიქრობ, შვილებისთვის ფიქრობ, ოჯახს ეხსახურები, დრო ნაკლები გაქვს. თუმცა ურთხეულია ქორწინება, ეს როგორც ქრისტე მივიდა კანას გალილეის კანაში ქორწილში და აგურთხა ქორწილი, მაგრამ პავლე ამბობს, რომ ქალწულება უფრო დიდი მსახურება, რადგან შენ მთელ სიცოცხლეს მეტს უძღვნი ღმერთს, მაგრამ ეს არის კორინთელთა მიმართ მე-7 თავში, ხო? პირველი კორინთელთა მე-7 თავი, ვისაც აინტერესებს ეს ქალწულობის შესახებ ამბები. მაგრამ პავლე ამბობს, რომ ყველასთვის არ არის ეს მიცემული. ყველას არ შეუძლია. მხოლოდ ვისაც ძალა აქვს იმისი, რომ დაისაჭურისოს თავი ცალთასასუფევლისთვის, მხოლოდ მან იკტვირთოს ქალწულების ტვირთი. ეს არ არის საყოველთაო, ერთეულებს შეუძლიათ ეს, რომ უარი თქვან ქორწინებაზე ქალწულობის გამო. ანუ ვის თქვა მინდა მე რომ აი აქ რო ახსენებს 10 ქალწული. ეს მხოლოდ მონაზვნებს ეხება? თუ ჩვენ დაქორწინებულების გარკვეულწილად მონაზვნებივით უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, შეიძლება შენ ქორწინებაში იყო, მაგრამ მაინც შენი მთავარი საზრუნავი, შენი მთავარი სიძე უნდა იყოს იესო ქრისტე. გესმით? ამას გვეუბნება ზუსტად ჩვენი სარწმუნოება. ეს მე მაქვს აქ ადრეც გაჩვენეთ მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა იოანე დამასკელის. ეს არის ჩვენი დოგმატიკა. აი რას გვასწავლის მართლმადიდებლობა სიტყვით და იქ არის 97 თავი ქალწულობის შესახებ. რომ იოანე დამასკელი ამბობს, რომ აი დასაბამიდანვეო ქალწულობა ჩადო ღმერთმა ადამიანის ბუნებაშიო. აი როგორ ვიცითო? ადამი ხომ იმ ხელუხლებელი მიწისგან გააჩინაო. ანუ ქმნილება ადამი. ევაც ხომ ადამიანისგან გააჩინა. ისინი ხო სექსუალური კავშირით არ იყვნენ შექმნილნი, ხო? მაშინ ამიტომ ეს უკვე ღმერთის ჩანაფიქრში იყო, ეს ქალწულების მომენტი. მაგრამ ვიღაცა იტყვისო, რომ მაშინ რატომ ისა სქესი მათო? მაშინ რატო წერიაო, რომ დედაკაცად და მამაკაცად შექმნა ისინიო? რატომ? როგორ გონიათ, რატომ? იოანე დამასკელი ასე გვეუბნება, რომ იმიტომ რომ ღმერთი ხო წინასწარ ხედავს ყველაფერს. და ღმერთმა იცოდაო, რომ ისინი დაკარგავდნენ უკვდავებას. და ამიტომ მათ წინასწარ მიანიჭა სქესობრივი ფუნქციები, რომ გამრავლებულიყვნენ და მათი შთაომავლობიდან მოსულიყო ვინ? იესო ქრისტე. მხოლოდ ამიტომ შეიქმნენ ესენი სქესობრივად, რომ გამრავლებულიყვნენ, არ მომკვდარიყო, იმიტომ რომ ცოდვის გამო ხო ისინი უნდა მომკვდარიყვნენ. ცოდვა ღმერთის ღალატი იწვევს სიკვდილს. ეს ღმერთმა იცოდა წინასწარ რომ ეს ასე მოხდებოდა, ამიტომაც მამაკაცად, დედაკაცად შექმნა იგინი, რომ შთაომავლობა გაგრძელებულიყო და მოსულიყო როდესღაც მაცხოვარი, რომელიც დააბრუნებდა მათ სამოთხეში, ხო? ეს საჭირო იყო. მაგრამ შემდეგ ამბობს აი ესეთ საელცა რაღაცას იოანე დამასკელი, ეს არის ჩვენი სარწმუნოება. ამრიგად გვმართებს, რომ უფრო სულიერად გავიგოთ რჯულისეული განჩინება. აი ძველ აღთქმაში რჯულში იყო განჩინება, რომ წყეული იყოს ის, ვინც არ აუდგენს თესლს ისრაელს. ეს რას ნიშნავს, რომ შვილი უნდა ყავდეს. აუცილებლად უნდა ყავდეს შვილი, მაგრამ ახალ აღთქმაში ეს ასე აღარ არის. რატო? იმიტომ რომ სულიერად უნდა გავიგოთ ეს. ამბობს რომ რადგან არსებობს სულიერი თესლი, ღვთის სიყვარულისა და შიშის მიერ მუცლად ღებული სულიერ საშოში. ანუ რას ამბობს რომ საშო განამ მხოლოდ ხორციელია. სულიერი საშო გაგვაჩნია ჩვენ და სულიერი თესლი უნდა ჩავარდეს იქ და დაიბადოს ახალი ადამიანი. გასმით გასაგებია? იმიტომ რომ დღეს ხო შვილიერება ამას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა დაორსულდეს საშოში, ჩაისახოს თესლით შვილი და ის გაჩნდეს. ჩვენი სარწმუნოება გონება რომ ეს მასე არ არის. სულიერად უნდა გვესმოდეს. თავარია რომ სულიერ საშოში ჩავარდეს ღვთაებრივი თესლი და იქიდან დაიბადოს
იშვიათი სული ხსნისა, ანუ ცხონებისთვის გამზადებული ადამიანი დაიბადოს იქიდან. ესაა მთავარი. აი რომ გადახედოთ ქრისტიანობის ისტორიას, ეს განსაკუთრებით მათთვისაა მნიშვნელოვანი, ვისაც რაღაც მიზეზების გამო ჯერ არ ყავს ოჯახი, ან შვილი არ ყავდა, აი ყავს მემრეულში მაგალითად ძოლ-ქმარი, რომელსაც შვილი არ ყავს. და რა თქმა უნდა განიცდის ამას ადამიანი. მაგრამ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს ერთი რამ. ხორციელი შვილიერება კი არ არის თავარი. თავარია სულიერი ნაყოფიერება. ნაყოფიერება უნდა იყოს სულიერი. გესმის? აი მაგალითად, ბევრჯერ მithქვავს ხოლმე რომ შეიძლება ქალს შვილი არ ყავს. მაგრამ აი მაგალითად რამოდენიმე ბავშვსაც კი რომ მან ისეთი რამ ასწავლოს ცხოვრებაში, აი სხვის ბავშვს, ეკლესიაში მყოფ ბავშვს, რომ ეს ბავშვები ცხონდნენ და გადაჩნენ, როგორც საკუთარი შვილები, ისე ეთულება ღვთის წინაშე, გესმით? ქალსაც და კაცსაც. ხო? კაცსაც ხანდახან ძალიან ტკინეულია, რომ კაცს მაგალითად შეიძლება შვილები არ ყავს, მაგრამ სულიერი ნაყოფი, სულიერი შვილიერება მთავარი ქრისტიანისთვის. აი ამიტომ წერია, რომ 10 ქალწული. ქალწულებაც და შვილიერებას და ნაყოფიერებას უნდა იყოს სულიერი. ხო გასაგებია? ამიტომ გული არ უნდა გაიტეხოს არავინ ამაზე. თავარი აი ხალხს რას მოუტან მე, ჩემი ცხოვრებით, ხო, რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრებით ხალხს რას მოუტან და იმ ნაყოფიერებას ხალხში გამოვიწვევ თუ არა. შეიძლება ღვთელს მაგალითად შვილი არ ყავდეს. ხო, შეიძლება იყოს ასე. ღვთელს არ ყავდეს შვილი მაგალითად, მაგრამ თუ ის ხალხში იმას შეძლებს, რომ ხალხი გახდება ნაყოფიერი სულიერად, მილიონ შვილზე მეტია ეს. გესმით? 1000 ბევრისთვის ამზადებს იგი ხალხს. აი ეს ამიტომ ასე უნდა გავიგოთ ჩვენ ქალწულებაც და ნაყოფიერებაც.